მარტია, მოგესალმები, მადლობა თქვენი დროისთვის. დიდი ალბათობით მოსმენილი გექნებათ ეს ანონსი, რომელიც არ მიყვარს ხოლმე ძალიან ისეთი შეფასებების გაკეთება, მაგრამ რამდენიმე ეპიზოდი ნამდვილად იყო შოკის მომკვრელი, ხო? განსაკუთრებით ის თუ როგორ ხდება შაიშმელაშვილის ინფორმაციით პროვოკატორების შეგზავნა აქციაზე, აი ამ პროცესის დისკრედიტაციის და აქციის დემონიზების მიზნით, თორედ ეს სიტყვა გამოიყენა მან ამ ანონსში. რა სიტყვით თქვენ, აი რა არის თქვენი პირველი შეფასება ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ? საღამშვიდობის ანა, მე პრინციპში გაგეთანხმებით იმ კონტექსტში, რომ ეს ყოველი შოკის მომგვრელია, მაგრამ არაფერი ისეთი, რაც ჩვენ არ ვიცოდით და რადგან ჩვენ არ გვისაუბრია, უბრალოდ ეხლა დაადასტურა იმ ადამიანმა, რომელიც უშუალოდ სისტემაში იყო და რომელსაც უშუალოდ ჰქონდა შეხება. ჩემთვის პირველ რიგში არის, თავიდან რო გავშალოთ თემა, პირველ რიგში რა არის, რომ ესე იგი ეს ადამიანი უარს ამბობს ბრძანების შესრულებაზე და ყველა ვინც სისტემას ეწინააღმდეგება, ყველას გასაქცევად აქვს საქმე და ყველას უსწორდებიან და ყველას ემუქრებიან ბავშვების განადგურებითაც კი. ეს არის საზარელი ისტორია და ეს არის ზუსტად იმის მაჩვენებელი, რამდენად სინამდვილეში მძიმეა რეჟიმის ფორმა და რამდენად სინამდვილეში საშიშია ზუსტად ის უწყება გასამხედროებული არაფორმალური დაჯგუფებები, რომელიც არსებობს ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროში და სპეციალურად არის შექმნილი სწორედ ზოგადად ადამიანების დასაშინებლად, საცემად, საწამებლად და გასანეიტრალებლად, მოდით ესე ვთქვათ. მეორე, რაც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, ასევე მე და თქვენ ანა, ეს არის პარამილიტარისტული ჯგუფები, გასამხედროებული ჯგუფები, რომელიც პრაქტიკულად არ წარმოადგენენ არავითარ რაღაც ოფიცრის სისტემის განსახიერებას. ხო, ანუ ვინ არიან ეს ადამიანები, საიდან მოვიდნენ ეს ადამიანები, ვის ემსახურებიან, რა დავალებებს ასრულებენ, რატომ არის რომ ესე იგი არც ერთი მათგანზე არ არის რეალური ინფორმაცია, ანუ თქვათ იდენტიფიკაციის გარეშე პირდაპირ ამბობს ეს ადამიანი, ყოფილი ოფიცერი, რომ პრაქტიკულად რაღაცა გარედან შემოყრილი ეს ხარაზიშვილის ხალხი, რომელიც არის ყასაბი პრაქტიკულად და არ ვიცი წამებაში, ორგანიზებულ ძალადობაში დადანაშაულებული პირი, მას ყავს და ამის უფლება მისცეს მას რეჟიმის წარმომადგენლებმა, მათ შორის დასანქცირებულმა ეგრეთ წოდებულმა მინისტრმა, რომ ეს გასამხედროებული უწყება შეეკრიბა რაღაც არ ვიცი არაფორმალური დაჯგუფება და ამის გამოვლინება ანა ჩვენ ვნახეთ რამოდენიმე დღის წინ, როდესაც ეს არაფორმალური დაჯგუფება, რაც ჩვენ დიდი ხანია არ გვინახავს და საქართველოში არ ყოფილა ძალიან დიდი ხანი, შევარდა ერთ-ერთ ბიზნესში და პრაქტიკულად იქ გაუსწორდა მეორე დაჯგუფებას. ხო, ანუ სინამდვილეში თუ რაიმე უნდა გვაშფოთებდეს ახლა, ეს არის ზუსტად ის ქაოსი, ის წარმოუდგენელი ძალადობა, რომელსაც ესეთი არაფორმალური ჯგუფები ყოველთვის იყენებენ ხოლმე ძალაუფლების განსამტკიცებლად. ასევე რა ტიპის ქვეყანას აღწერს შაიშმელაშვილის ეს ინტერვიუ და ეს ანონსი, ხო, რომელიც კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რაღაც ერთი ფრაგმენტია და სრულყოფილ ასე ვთქვათ ინტერვიუს მოისმენს მაყურებელი ხვალინდელი შაბათის ეთერში. ანუ რა ქვეყანაზე არის საუბარი? ანუ ის ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ხარება შესაძლოა პირდაპირ ივანიშვილისგან იღებდეს ბრძანებას, საკუთარი შვილები ყავს დასაცავი და ხედავთ ჩვენ რასაც პასუხობს ის ნოდარმელაძის კითხვებს, აი რასთან გვაქვს საქმე ასეთ შემთხვევაში, როგორ ფიქრობთ, აი რაზე შეიძლება საუბარი ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რაზეც ლაპარაკობს შაიშმელაშვილი ამ ინტერვიუში? მე ეჭვი არ მეპარება და არც არავის არ ეპარება, რომ ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილება თუ როგორ უსწორდებოდნენ და ორგანიზებული წამების სქემა რომ ააგო რამდენიმე ადამიანმა და რეჟიმმა თვითონ და ეს ორგანიზებული წამება მათ შორის ხა დღესაც უსმენთ ჩვენ არასამთავრობოების განცხადებას, როდესაც დაკავებულ ქალებს პირდაპირ სიცოცხლის მოსპობით და გაუპატიურებით ემუქრებიან, ხო? და ასევე რა 200-ზე მეტი ადამიანია საშინლად ნაცემი და ნაწამები და ეს ციკლი წამების არის კონკრეტულად შესწავლილი და ესეთი ფართომასშტაბიანი, ვთქვათ, ორგანიზებული წამება არ ყოფილა საქართველოს უახლეს ისტორიაში. ეს ერთი. მეორე, რა ტიპის ქვეყანა ვართ? ესა ბანდფორმირებები,
რომლის იდენტიფიკაცია პრაქტიკულად გასაიდუმლოებულია თვითონ რეჟიმის მიერ, ანუ სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენლობის მიერ და მე დარწმუნებული ვარ, რომ თვითონ ეს ბანფორმირებებში ვინ შეიყვანა ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეგრეთ წოდებულმა უმაღლესმა თანამდებობის პირებმა სპეციალურად, იმიტომ რომ დასაჯონ ადამიანები, ვინც რეჟიმის წინააღმდეგ წავა, ესეთი ბანფორმირებების არსებობა ქვეყანაში აღწერს იმ საშინელ ქაოსს, რომელშიც უნდა თვითონ ივანიშვილმა ჩაძიროს ეს ქვეყანა. ეხლა მე მაგალითად სიმართლე გითხრათ, ბოლო აი ამ ყველაზე უფრო კარგი აღწერილობა ფორმა რეჟიმის ზუსტად იყო თქვენს მიერ გაშუქებულ და მედიის მიერ გაშუქებულ ინფორმაციაში. კიდე გავიმეორებ ამას, როდესაც ბიზნესს შეუვარდა, ვთქვათ, ეს დაჯგუფება არაფორმალური და ერთმანეთს გაუსწორდნენ, ხო? ანუ ესეთივე წარმატებით შეიძლება ადამიანები წარმატებით ჭყალებში შევარდნენ, რა ვიცი, ნებისმიერ ბიზნესში, არ ვიცი, Toyota-ს ცენტრში წამოიყვანონ მანქანები ან ნებისმიერ სხვა დააწიოკონ ნებისმიერი, ვთქვათ, ადამიანი ან ნებისმიერი ოჯახი ან ნებისმიერი ბიზნესი, ხო? ანუ ეს არის ზუსტად საწყისი იმის, თუ რა შეიძლება ჩამოყალიბდეს ეს ქვეყანა, როდესაც ჩვენ უარს ვამბობთ და პირველ რიგში ოლიგარქიული რეჟიმი, რუსული რეჟიმი უარს ამბობს სახელმწიფო ინსტიტუტების რეალურ არსებობაზე. ანუ ჩვენთან აღარ არსებობს არათუ ლეგიტიმაცია, ჩვენთან აღარ არსებობს რეალურად სამართლის განცდა, კანონის უზენაესობაზე ლაპარაკი აღარ არის. სამართლის განცდა აღარ არის. როდესაც ვაკუუმი იქნება, ანა, ბოდიში დავასრულებ. რა თქმა უნდა, ესეთი ბანდფორმირებები, არაფორმალური დაჯგუფებები, რომლებიც განუსაზღვრელ ძალაუფლებას ფლობენ, ყოველთვის იქნება და ესეთი ადამიანები ყოველთვის გამოიყენებენ ყველა წინააღმდეგ იმ ძალაუფლებას, რომელიც მათ რეჟიმმა მიანიჭა. ხო, ერთი შვილებთან დაკავშირებული საკითხი, რაზეც მე ვფიქრობ, რომ საერთოდ კომენტარი ზედმეტია, რაზეც ჩაიშმელაშვილი საუბრობს ამ საკითხში, მე მგონი ეს ნაწილი საერთოდ არანაირ კომენტარს არ საჭიროებს, ვისაც შეუძლია მოსმენა და აქვს ამის უნარი, მარტივ დასკვნას გამოიტანს ამ ყველაფრიდან, რასთან შეიძლება გქონდეს საქმე და მთლიანად საზოგადოებას რა ტიპის ხელისუფალთან. ამავდროულად ჩაიშმელაშვილი ამბობს, რომ აი ეს რაზმი, რომელიც გადაადგილდება ადგილზე და აი ხო, მორბენალთა რაზმი ისინი არ არიან გედედეს თანამშრომლები, ხატია და ასევე ამბობს, რომ ხო, არც ქალაქის პოლიციის, ხო, არც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები არ არიან. ანუ ეს რაზე მიუთითებს, რომ სიტუაცია არის აი კონტროლის მიღმა და აბსოლუტურად რაღაც გაუგებარი ჯგუფები მართავენ ამ ვითარებას და რაღაც ერთგვარი პირამიდა, რომლის სათავეშიც არის ივანიშვილი. იცით რა, სიმართლე გითხრათ, მე ეჭვით არ მეპარებოდა, რომ ეს ადამიანები, ვინც ესე დარბიან, იტაცებენ და წამების სქემა აქვთ აწყობილი, დავალებული და მერე აწყობილი. რა თქმა უნდა, ანუ არ შეიძლება ოფიცერი, რომელსაც ძალიან დიდი ხანი, ვთქვათ, დამსახურები აქვს და რაც არ უნდა იყოს, ვთქვათ, ეხლა მე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებსაც და ყველას ძალიან დიდი პრეტენზია გვაქვს და პრაქტიკულად ეგეც ადამიანჯელოია რაღაც იქცა. ну პატრულზე აღარაფერს ვამბობ, იმიტომ რომ უკვე არ ვიცი ბანდერლოგების გამცილებლად გადააქციეს მეტი არაფერი და დამკავებელთა რაზმებად ესენიც, მაგრამ ესეთი ადამიანები, როდესაც აი პირდაპირ ჩვენ ახლა მე არაერთხელ ვდგავარ და ბევრი ადამიანი მათწით, ხო, ანუ რომ დარბოდნენ, როგორ ცემდნენ, როგორ უტყავდნენ, არ არსებობს ესეთმა ადამიანმა თუ არ არის ორგანიზებული, ვთქვათ, მითითება და მათ შორის არაიდენტიფიცირებულმა პირებმა არ არსებობს, ვთქვათ, ძალაუფლების გარეშე რაიმე ესეთი გააკეთოთ. ამიტომ ეს არის ბანდერლოგთა ჯგუფი. მე არ ვიცი, საიდან მოიყვანეს ეს ადამიანები. ზოგადად ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს იყო კერძო დაცვის სამსახურებიდან, საიდანაც შეკრიბა ამ ადამიანმა, ანუ ამ ხარაზიშვილმა დასანქცირებულმა წამების ერთ-ერთმა, ვთქვათ, ორგანიზატორმა და დაავადობის ორგანიზატორმა ეს იყო, ვთქვათ, არაფორმალური დაჯგუფ ხატია დეკანოიძეს ვესაუბრებით ჩვენ პირდაპირ ეთერში, აღდგა კავშირი როგორც ხვდა. მინისტრის ბრძანება გასაჯაროდა რამოდენიმე კვირის წინ, გახსოვთ ალბათ, ხო, რომ არის ყოველგვარი რაღაც კონკურსის გარეშე და იქ დაზუსტებული იყო, რომ ეს შეეხებოდა არა ვთქვათ პატრულს ან რაღაც კრიმინალურ პოლიციას, არამედ შეეხებოდა სწორედ რაღაც გასამხედროებულს, აი ესეთი რაღაც ახსნა ქონდა ამ ბრძანებაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს. ამიტომ ჩვენ ხო არ ვიცით, ესენი ხო შეიძლება წინასწარ შემოიყვანეს და შემდეგ ამითი გაამართლეს, რაც რა ვიცი, ჩვეულებრივ მინისტრის ბრძანება და რაღაც უკანა რიცხვით შეუძლიათ ნებისმიერი ბრძანება გააფორმოთ, ხო? როდესაც არავით არის საჯაროების და გამჭვირვალობის ელემენტარული პერსპექტივა და ვთქვათ რაღაც
ნიშანი არ აქვს უწყებას, რომელიც გადაიდგა, რომლის უფროსი არის დასახსირებული, ხა მაგნიტსკის სიაშია, ხა გომელაური, წარმოიდგინეთ ეს რამხელა საშინელებაა 500 და 1000 ლარიან პროვოკატორებზე იყო ასევე საუბარი აქციის დემონიზების მიზნით. ეხლა რატომ არის ძალიან მძიმე ამის მოსმენა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ადგილზე რაც ხდებოდა, ანუ ამ სურათის გაანალიზებით ეხლა რაზეც ჩაიშმელაშვილი ლაპარაკობს, ხო, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც არის დაკავებული და შემდეგ გასამართლებული, შეიძლება აი ამ მოწყობილი პროვოკაციის მსხვერპლი აღმოჩნდა, ხო? მას შორის რაღაც სასტიკად გაუსწორდნენ ადამიანებს, ზოგი სისხლის სამართლით არის დაკავებული და მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრება. ისეთი პროცესია და ისეთი წრე არის, სადაც არის გარკვეული ნიშნები, რომ ეს წინასწარ ორგანიზებული პროცესი იყო, საიდანაც ადამიანის მხრიდან თავის დაღწევა უბრალოდ შეუძლებელი ხდება. ეხლა სასამართლოს ელემენტის არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იქ ხდება სწორედ აი ამ წრის შეკვრა, რომ საბოლოოდ სისტემამ არ დაინდოს ადამიანი და მრავალი წლით გამოკეტოს მისი კრიტიკული აზრის და სხვა პოლიტიკური შეხედულების გამო. საკმაოდ რთული სურათია ამ კარგად გაანალიზების შედეგად აი ამ ინტერვიუსი, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ეხლა ნოდარ მელაძის მიერ ჩაწერილი. მე ველოდები ინტერვიუს, რა თქმა უნდა, და დარწმუნებული ვარ, კიდე მოეფინება ძალიან ბევრ თქვათ ასპექტს ნათელი, მაგრამ ნახეთ, ანუ ორგანიზებული წამება რაც ნიშნავს, რომ ამ წამების გოლში ჩართულია პრაქტიკულად ყველა კრიმინალური იუსტიციის ყველა რგოლი. და ზოგადად ეს არის უმძიმესი დარტყმა, არამხოლოდ კანონის უზენაესობისთვის, არამედ იმ პატარა თუნდაც ელემენტარული ნდობისთვის, რომელიც თუნდაც საპატრულო პოლიციას ჰქონდა საქართველოში. და მე ვფიქრობ, რომ ძალიან მალე, აი უახლოეს პერიოდში, ანუ ჩვენ ამაზე ბევრი უნდა ვისაუბროთ, რომ როგორ უნდა მოხდეს რეფორმირება ამ სისტემის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს სადამსჯელო რეპრესიული სისტემა გადაიქცეს მხოლოდ სერვისის მიმწოდებლად და დანაშაულის პრევენციის და საზოგადოებრივი წესრიგის დამცველად. იმიტომ რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი პოლიციის რეფორმა, რომელზეც, რა ვიცი, საქართველოს პოლიციის რეფორმაზე ძალიან ბევრი გვისაუბრია და ბევრი მთელს ქვეყანაში და აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ცნობილი იყო საქართველოს პოლიციის რეფორმა, მაგრამ ეხლა, რასაც ჩვენ ვხედავთ, რომ ყველაზე პირველი პირი პოლიციის არის მაგნიტსკის სიაში, ეს გულისხმობს იმას, რომ სისტემა არის დასაშლელი და თავიდან ასაწყობი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამაზე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ. საერთოდ არ არის, ეხლა მე თუ მკითხავთ, მე ჩემი წარმოდგენა მაქვს პოლიციის რეფორმა როგორ უნდა მოხდეს, როგორ უნდა აღდგეს ნდობა, რა თქმა უნდა, მას შემდეგ რაც რეჟიმი დაიშლება და თავისუფალი არჩევნების შედეგად ამ ქვეყანას ეყოლება ისეთი ხელისუფლება, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებს კრიმინალური იუსტიციის რეპრესიულ ინსტიტუტებად გადაქცევას, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ხალხს აუხსნათ, რომ რას აკეთებს არასწორად, რატომ არის წამების ორგანიზებული მეთოდები და რისთვის აკეთებენ ამას. ამას აკეთებენ იმისთვის, რომ ადამიანები დააშინონ. მეტი კი არაფერი არ ხდებოდა, თქვა ბელორუსში, ვენესუელაში, რუსეთში, არაფერი არ ხდებოდა, ხო? ანუ აქ ადამიანების დაშინება და ციხეებში ჩაყრაზე, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე და ფიქრობენ, რომ ეს აქტიურ ადამიანებს, როდესაც ესე უპირისპირდება რეჟიმი, მათ შორის დასანქცირებული მოსამართლეების გოლის ჩართულობით, ეს რაღაც დაშინების მეთოდს კიდევ უფრო გაამძაფრებს, რამაც არ იმუშავა, ხო? ამიტომ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ ეხლა ამ ინტერვიუთი ამ ადამიანის წასვლით და მათ შორის თავშესაფრის ძიებით, იგი იძულებულია, რომ საკუთარი შვილები დაიცვას, იმიტომ რომ მაგი სისტემას დაუპირისპირდა და ზოგადად უნდა გვესმოდეს, რომ ძალიან საშიშია რეჟიმის სისტემა, რომელსაც არაფორმალური ბანდფორმირებები ეპატრონებიან. ჩვენ ესეთი გამოცდილი გვაქვს 90-იან წლებში. ძალიან ბევრ ქვეყანაში ეს ყოფილა და კიდევ შეიძლება გავიხსენოთ ძალიან ბევრი ქვეყანა, იმიტომ რომ თითქოს ჩამოსათვლელია ანა ისეთი ქვეყნები, სადაც პოლიციის პირველი პირი არის მაგნიტსკის სიაში შეყვანილი და ესენი არიან ერთად დიქტატორული სახელმწიფოები, რეპრესიული სახელმწიფოები. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს უდიდესი მისია, რომ გარდა იმისა, რომ რეჟიმს უნდა გაუმკლავდეთ და რა თქმა უნდა მოვუგოთ ამ რეჟიმს და ეს არის მხოლოდ ის პროტესტი და ამ ახალგაზრდების დამსახურება იქნება აუცილებლად, ასევე ჩვენ ზუსტად ვიცოდეთ, როგორ უნდა დავასრულოთ და როგორი უნდა იყოს რეფორმირების ის ჯაჭვი, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ ქართველი ხალხის სამსახურში ჩადგება და არა ვინმესი. დიდი მადლობა ხატია, დაგემშვიდობები, ეს იყო ხატია დეკანოიძე, სწორედ ის